სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია თრიალეთის გადამღებ ჯგუფს სურამში მიაყენეს. ჟურნალისტები წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე რეპორტაჟს ამზადებდნენ. მახას მიქელაძის თქმით, სურამში თავი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა გამოიჩინა. დაგვიშინეს ქვები, ესე უხეშად რომ ვთქვათ, რის შემდეგაც ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეტოვა ტერიტორია. ერთ-ერთის პიროვნება დავადგინეთ, ეს არის შალვა ხაჩიძე, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. მომიღებთ ბიჭო, გასვი რატო ეს როლი? მომიღებ ბიჭო, ერთი წუთი. კაცი ბიჭო, კამერას ბიჭო, მომიღებთ ბიჭო. დასია. ის ქვები რა. მომიღებთ ბიჭო, კამერას, გესმით თქვენ. მიაწიალებთ იქ, თუნდაც დაგილეწავ ეხლა მაგასა ბიჭო, რაიგი? დავლეწავ თავში დაგალეწავ ეხლა თუ ბიჭო. მაშინ გაწიემეთ იქით გეუბნები ბიჭო. გადი თეთრაშეშა მაგასაც გადაუღე. თქვენ მუშაობთ სადმე? არსად. აბა რაი. ის ის მოძრო, ხანიკავარ სადაც თქვენ გვიგზავნოთ გადაღებას? არ გიგზავნოთ შემოძმო. შენ როგორც გინაზე ისე მოიქეცი, მაგრამ მე პროსტად მოძ მაგას რჩევას გაზრდი, რომ ასე ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების გათავისუფლება მიმდინარეობს. მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი სამართალდამცველი დაითხოვეს. რესპონდენტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იმისათვის, რომ არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება, რეპორტაჟში გათავისუფლებული პოლიციელების სახეები დაფარულია, შეცვლილია მათი ხმაც. ადამიანი ვარ და შეიძლება რაღაცა მქონდეს მე ნათქვამი, ხო? ვთქვათ, რომ ამ კაცმა სამება ააშენა მაგალითად კონკრეტულმა დღევანდელმა ვთქვათ პოლიტიკურმა ფიგურამ, აი ვთქვათ ამდენი სიკეთი აქვს ადამიანს გაკეთებული, ხო? როგორ იქნება ესე ცუდი ადამიანი, როგორაც ახასიათებდა? უფლებადამცველები ფაქტს პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებენ. ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს არასანდო თანამშრომლების სტრუქტურიდან დაითხოვოს. ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა ამოეწურა. კონტროლის პალატის ინფორმაციით ივანიშვილს 75 მილიონი ლარი დღის ბოლომდე უნდა გადაეხადა. ვადის ამოწურვასთან ერთად მაკონტროლებელ ორგანოს უფლება მიეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს და ქართული ოცნების ლიდერის მიმართ იძულებითი აღსრულება დაიწყოს. საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებების სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უკანონოა და ვერ აკმაყოფილებს არათუ საერთაშორისო, არამედ შიდა სამართლებრივ სტანდარტებს, გამორიცხულია არსებობდეს დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მართსაჯულებაც აღნიშნულ დადგენილებას კანონიერად ცნობს. გამოიყენებს თუ არა კონტროლის პალატა კანონით მინიჭებულ უფლებას და დაიწყებს თუ არა ივანიშვილის წინააღმდეგ იძულებით აღსრულებას, სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა. არა ხარ თქვენ ამ პრობლემების გადამწყვეტი. თვალიანი გარჩევალ ტოლილთა და განსახლების სამინისტროში დევნილების შესვლას მოხდა. საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით დევნილები სამინისტროში აქციიდან შევიდნენ. წერილობით მოგმართებთ. ჩვენც როგორც სულელები წერთ ამ წერილებს ვაძლევთ, პასუხს დღემდე არ ვაძლევთ. არსალიათ უბრალოდ, იმიტომ კომპიუტერს თამაშობენ. ჯემალ გულედანი საკუთარი ხელით აშენებული სახლის დაკანონებას უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობს. დღემდე ვცდილობ, მაგრამ ყველა გზა გადამიჭრეს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში დევნილები მომავალი კვირიდან შიმშილობას იწყებენ. ამომრჩეველთა ლიგის მიერ მომზადებულმა 2000-მდე რეგისტრატორმა ბოლო მითითება მიიღო. მაია რაფავას, ხათუნა ბარამიძისა და ნინო სირაძის სამეულს გადასამოწმებლად მთაწმინდის საარჩევნო უბანი ერგო. ისინი თითოეულ ამომრჩეველს პირადად შეხვდებიან და ყველა იმ ინფორმაციის მიღება შეეცდებიან, რომელიც სიების დაზუსტებაში დაეხმარებათ. არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელსაც ჰქვია ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვისი ვალდებულებაც იყო ამ სიების დაზუსტება. შეიქმნა დამატებით ორგანო, კომისია, რომელიც ამომრჩევლის თვალის ახვევის მიზნით თითქოს და უკეთესად შეასრულებდა ამ სამუშაოს. ამომრჩეველთა ლიგას იმედი აქვს, რომ მათ მიერ გამოვლენილი ხარვეზებით 1 აგვისტომდე შეძლებენ დაამტკიცონ, რომ ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის კომისია სიების უზრუნველყოფას მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ გეგმავს. ასრვა ერთის წინააღმდეგ. ამ შედეგით დასრულდა ჯერ არაშენებულ ქალაქ ლაზიკასთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა. თქვენ გონიათ ეხლა იმ ადგილას, სადაც საიდანაც ტანკები დგას, რუსული ტანკები 5 კილომეტრში ეხლა ვიღაცა გამოვარდება და 4 მილიარდ ჩადებს. ხო აბსურდია. სხვა ქალაქებს მივხედოთ, ფოთს მივხედოთ, ზუგდიდს მივხედოთ, სანამ ახალი ქალაქის აშენებას დავიწყებთ. ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, რომ ახალი ქალაქის აშენება არის ამ ქალაქების შემადგენელი ნაწილი. ლაზიკა რო შენდება, ფოთში იქნება ახალი სამუშაო ადგილი.